მოგესალმებით ყველას. ეს არის ტარო ჩერის არხი. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას ასეთი დადებითი კომენტარებისთვის და მოწონებისთვის. ასევე თხოვნა მექნება ყველასთან რომ გაუზიაროთ ჩემი ვიდეოები თქვენს მეგობრებს. ამით ძალიან გამახარებ. დიდი მადლობა წინასწარ. პირადი კონსულტაციისთვის კი ვისაც დაინტერესდება ამ ვიდეოს აღწერაში დავდებთ ჩემს ნომერს და მაგ ნომერზე დამეკონტაქტეთ. დღეისთვის ესე თემაზე ჩავწეროთ, მოდით საჯარო გაშლა. ესე იგი, რა ჩანაფიქრები, რა გეგმები აქვს თქვენს ადამიანს თქვენდამი? მოდი ვნახოთ. რა გეგმები და ჩანაფიქრები აქვს თქვენს მიმართ? დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ თქვენ. რა გეგმები და ჩანაფიქრები აქვს თქვენს ადამიანს თქვენს მიმართ? აი ამ ამჟამინდელი ჩანაფიქრები ხო და გეგმები იცით როგორი აქვს? თითქოს ეს ადამიანი ამბობს იმას, რომ აი ხელისშემცვლელი ფაქტორების მეტი რა უნდა იყოს ამ ურთიერთობაში, მაგრამ მაინც იმას არ უშვებს თავის თავში, რომ უნდა დაშორდეთ, ხვდებით? არა, ჩვენ ერთად ვიქნებით, მაგრამ გაორებულია. აი ჩამოყალიბებული არ არის ეს ადამიანი და ვერ გეტყვით იმას, რომ აი 100%-ით ფიქრობს იმას, რომ თქვენ ერთად უნდა მას რომ იყოთ, ხო? 100% არ არის დარწმუნებული. თან ისიც გავითვალისწინოთ მეგობრებო, რომ ჩვენ ტაროს კი არ ვეკითხებით, რომ იქნებით თუ არა სამომავლოდ ერთად და რა გეგმები განხორციელდება. არა, ჩვენ ვიყურებით ამ ადამიანის თავში, თვითონ რას ფიქრობს, უпростоრად თვითონ რა გეგმები და რა ჩანაფიქრები აქვს. ხო, აი მაგას განვსაზღვრავთ. ასევე აი არის გაორებული ამ შემთხვევაში თავის თავსაც აწვალებს, იცი? აი თითქოს კი, რა თქმა უნდა, თქვენთან ძალიან ბედნიერად და კარგად გრძნობს თავს, მაგრამ აი რაღაცა ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებს ეს ადამიანი რა. რაღაცა სხვაობებია ჩვენ შორის ამბობს, რომ აი ამიტომ და ამიტომ არ შევეფერებთ, აი წყვილი თითქოს ამის და ამის გამო არ ვიქნებით. ეს დიდი შანსია, რომ შეიძლება სამსახურეობრივი რომანიც იყოს ისე. და ან კიდე იცით რა არის, აი ასაკი ხო არ არის თქვენ შორის დიდი სხვაობით, აი მაგალითად ქალი უფრო უფროსია მამაკაცზე, ხო? რაღაც აი ან ეგეთი, ან ესეთი სხვაობა არის თქვენ შორის. სადღაცას თავის თავში მაინც უშვებს იმას, რომ ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით, მაგრამ ჩაკეტილია. თითქოს თქვენთან ვერ იხსნება, თითქოს ამ საკითხზე დაგელაპარაკათ, მაგრამ მკვეთრი პასუხი თვითონაც არ იცის, ჯერ არ იცის. და ამიტომ მეუბნება, რომ გეგმები კი მაინც ესე თქვენთან ესახება სამომავლო პერსპექტივაში, მაგრამ თავს იკავებს. იმიტომ რომ არ იცის ეს ნაბიჯი როგორ გადადგას, თქვენთან ძალიან კარგად არის, მაგრამ ცოტა ესე ვთქვათ, თავშეკავებულად იქცევა, მკვეთრი ნაბიჯები და ესეთი სტაბილური ქმედებები ამიტომ არ აქვს თქვენდამი ამ ადამიანს და იცით რა არის? ეს შეიძლება თქვენზე არის რაღაცაზე ან ცოტაი გაბრაზებული, უნდა რომ წარედ რაღაც გითხრათ, ან თუ ასე არ არის, ხო ეს ადამიანი. მაშინ ზოგადად უკმაყოფილოა თითქოს აი ამ სამყაროსი, ხო? კი შეუხვდით, ფიქრობს ეს ადამიანი, შეუხვდით, მაგრამ რატო არის ეს ხელისშემშლელი ფაქტორები და აი ამაზე არის ცოტა ჩაბოღმილივით რა, რომ ხო შეიძლებოდა რომ უფრო კარგად ყოფილიყო და ძალიან აი ესე რომ მიტყვიან თქვენთან ყოფნის დროს თუ ცოტა ცხვრით ჩამოშვებულია, თუ ცოტა რაღაცა გულდაწყვეტილია, იცოდეთ რომ აი ეს ხელისშემშლელი ფაქტორები უდგას თვალწინ და ამიტომაც არ არის მთლად გულღია და არის აი თვითონაც ახლა რო შევეკითხეთ რა ჩანაფიქრები აქვს თქვენს მიმართ და რა გეგმები თვითონ ამოვიდა. აი ესეთი ლოდინის არკანით ხედავთ როგორ ელოდება. ფიქრობს რომ მე საკმარისი რესურსი ჩავდე ამ ურთიერთობაში და დავიცადოთ, ნახოთ რო გვიჩვენებს. თავისი ქმედებები მიანდო დროს. დრო გვიჩვენებს. იცით რა არის, აქ თქვენც უნდა იყოთ იცი როგორი?
მოვლენებს რო არ აჩქარებთ, ხვდებით. და ეს თქვენი მხრივ რა თქმა უნდა ძალიანაც კარგია, მაგრამ თვითონ არის ცოტა გაზარმაცებული პირადი ცხოვრების ასპექტში. თვითონ ეს ადამიანი, რომ აი უნდა რომ ყველაფერი თავისმა პარტნიორმა გააკეთოს რა. აი იცით რა არის მეგობრებო, აი ესეა ზოგადად რა. სამწუხაროდ მშობლები ისე ზრდიან, ყველაზე არა მაქვს მე ხა საუბარი, თავის შვილებს, ბიჭებს ან გოგოებს, რომ ყველაფერს დედა უკეთებს, ყველაფერს, ესე იგი და მიჩვეულია ეს ბავშვობიდან, რომ ესე ფეხი-ფეხზე გადაიდებს და ყველაფერი მიუვა, ყველაფერს ყოველთვის გაუკეთებენ, ხო? დედამისე გაზარდა, რომ უი მოდი არ წაიქცეს და უი ეს არის კინოს რაღაცა და ისეთები იზრდებიან, რომ მე რაღაცა იმუნიტეტი თითქოს არა აქვთ ცხოვრებაში, რომ გაიკაფონ გზა და აგერ უკვე რომ პირად ცხოვრებაში დაიწყეს ესე ვთქვათ რეალიზაცია მოკლედ პირად ცხოვრებაში როცა აქვთ იქაც იგივენაირად იქცევიან, ხო? რომ აქეთ პარტნიორმა უნდა გაუკეთოს ყველაფერი, თვითონ რაც მიეცემა კაი იმას სიტყვის, თან ცოტა პრეტენზიულიც არის, თითქოს რაღაცა არ მოსწონს, აი ესე კრიტიკოსივით ჩაუსაფრდა თავის პირად ცხოვრებას, მაგრამ თვითონ ამ დროს რას აკეთებს? არაფერს. ფეხ-ფეხზეა გადადებული და ამაშიც უნდა რომ თქვენი აქტიუროთ. ძალიან კარგად იქცევით, რომ არც არაფერს არ აკეთებს, კეთილინებოს და თვითონ მოიმოქმედოს რაღაც და პირიქით თუ უთქვენობას დაინახავს, ნახეთ, თუ უთქვენობას დაინახავს ეს ადამიანი ამ პირადში, უფრო დარწმუნდება, რომ აი უთქვენობა როგორია, ხო არ არის კარგი, ხო? აი მაშინ უკვე ნამდვილად ტრანსფორმაციის პერიოდი ექნება ამ ადამიანს და ნამდვილად გადაწყვეტს უკვე როგორ ხმა შემოდის უკვე გადაწყვეტს, რომ კი, თქვენ უფრო უნდა დაგაფასოთ და უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგათ. აი, ხვდებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამბობ ხოლმე აღზრდას რა, ძალიან რომ გადაყვებიან ხოლმე და უიწიწი ესე რომ ზრდიან ხოლმე შვილებს, მთლა ეგრეც არ არის, ხო? ოქროს შუალედი უნდა და ზედმეტი არაფერი ვარ გამოკლეთ რა. და პირად ცხოვრებაში საერთოდ ამოყოფს ხოლმე თავს ბავშვობის დროინდელი აღზრდა ჩემო კარგო, აი ესეთი ისტორია გაგვიშალა. ზოგადად კი, თვითონ ფიქრობს, რომ მისი ქორწინების ადამიანი ხართ. აი, ნახეთ. კი. მისი პარტნიორი ხართ, იჩხუბებთ, შერიგდებით, ეგეთი მომენტები არის და გეგმებშიც ნამდვილად ხართ, მაგრამ აი ესეთი გაზარმაცებული სიტუაცია გვიჩვენა. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მოდი ესეც ვნახოთ და თქვენ რა უნდა გააკეთოთ, ნახეთ. თქვენ იცი რა უნდა გააკეთოთ? კი, გულწრფელი ადამიანი ხართ, ნამდვილად მასთან ისე იქცევით. უნდა იმოქმედოთ ისე რომ კი, დაუმტკიცოთ რომ ნამდვილად გრძნობები გაქვთ და თქვენ ამას ისედაც აკეთებთ, მაგრამ იცი რა არის, აი ბოლომდე არ ენდო ამ ადამიანს, აი ესე რომ იტყვიან, რომ მიეწებებიან ხოლმე პარტნიორი, ხომ? პარტნიორს რომ მიეწებებიან, იმის იქით უკვე აღარაფერი არსებობს, ესეთი ფიქრები თუ მოდის თქვენთან, მოდი აი ამას გეტყვით, ეს რჩევა არის, რომ ნამდვილად არ ენდოთ, იმიტომ რომ მაინც ადამიანები ვართ, ჩვენ ღმერთები არა ვართ, შეიძლება სადღაცა შეეშალოს და გული რო გეტკინებათ, ეს იმის ბრალი კი არ არის, ეს უკვე თქვენი ბრალია. რომ ეს ადამიანი რაღაცა გააღმერთეთ, ხო? არა. იცოდეთ, რომ ჩვეულებრივ შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ბოლომდე არ ენდოთ ამ ადამიანს, მაგრამ ნამდვილად ახლა მაინც ამოგვივიდა ესეთი არკანები, რომ სიყვარულით უნდა უპასუხოთ, თუ რაღაცა გადააჭარბა ხო ამ ადამიანმა თავის ემოციებში, პასუხი უნდა გასცეთ, იმოქმედეთ ისე, რომ თქვენი სიტყვა თქვათ და თქვენი ადგილი გეკავოთ და იცოდეთ თქვენი ადგილი ამ ურთიერთობაში. ეს იყო დღეისათვის, ჩემო კარგებო, დიდი მადლობა კიდევ მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. თუ ამ ვიდეოს გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს, ამისთვის ძალიან გამახარებ და უდიდესი მადლობა თქვენ და პირადი კონსულტაციისთვის კი ამ ვიდეოს ქვემოთ დავტოვებთ ჩემს ნომერს. დროებით.